საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მხარდამჭერებთან ერთად ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებას გამართავს სახელწოდებით ერთად სახლში. ორგანიზატორების ინფორმაციით ლიეჟში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან. ისინი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ. მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ლიეჟში უკვე იკრიბებიან ქართველი ემიგრანტები, რა მოლოდინები აქვს და რას გეგმავენ ისინი ბელგიაში. დეტალებით ლიკა ალელიშვილი ჩაგურთება ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. ნინო, უფრო დეტალურად თუ რა გეგმები აქვს და რაზე ისაუბრებენ დღეს ბელგიაში შეკრებილი ქართველები, ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან შეკრების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არც მედიასთან გამოჩენილა და არც მასთან ჩამოსულ ემიგრანტებთან. თუმცა აქ დილიდან იკრიბებიან ქალაქ ლიეჟში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტები და მათ შორის საქართველოსდან ჩამოსული ოპოზიციის წევრებიც, მაგალითად ჩვენ ვესაუბრეთ ნიკა მაჭუტაძეს, რომელიც ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია თუ დეტალურად რაზე ისაუბრებენ. შეხვედრის დროს ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ ის ამ შეხვედრას სტუმრის სტატუსით დაესწრება. ნიკა მაჭუტაძის მსგავსად აქ მოსულ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები, არ აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რაზე სურს მათთან საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ყველამ იცის ის, რომ დღეს მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ ისინი ერთად საქართველოში. რაც შეეხება თავად ემიგრანტების პოზიციებსა და განწყობებს, ისინი ჩვენთან საუბარში სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, განიხილავენ როგორც ალტერნატიულ მთავრობას, ასევე აქციებსაც, თუმცა როგორც გითხარით, მათ არ იციან რაზე ესაუბრება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროს. მე ჩამოვედი ღონისძიებაზე და ამ ღონისძიებაზე მოვისმენ საერთოდ. მისაღები იქნება თქვენთვის ალტერნატიული მთავრობა? ალტერნატიული მთავრობა, როგორც ასე ვთქვათ, ჩემთვის არის უცნობი ამ შემთხვევაში. გააჩნია რა პრინციპით, რა პოლიტიკური კონცეფციით არის ეს იდეა გაცხადებული. არჩევნები ძალიან შორს არის და ეს შორი მანძილი ძალიან მწუხვართ ჩვენ, რომ ალბათ ეს 20 წელიც კი 2020 წელი კი არა 2024 წელიც არ უშველის ამ პროცესს თუ ჩვენ ახლა რაღაცას შედეგიანად არ გადავწყვიტოთ. მეცნიერები ძალიან ბევრ რაღაცას იგონებენ, იმასაც რევოლუცია ქვია და ახლა ჩვენც თუ რაღაც ახალ ნიუანსს შევიტანთ ამ ქვეყანაში და ჩვენ ქვეყნის განვითარებაში დავარქვათ გინდაც რევოლუცია. ჩვენ გვაინტერესებს რეზულტატი, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უფრო ხარისხიანი. შესაძლოა ეს იყოს საპროტესტო აქციები. დიახ, რატომ არა? რევოლუციურ სცენარზე საუბრობდნენ. რევოლუციური სცენარი მე არ მიყვარს, მე უფრო მომწონს რევოლუცია, რომ იყოს რეფორმები. არა, უნდა იყოს დიალოგი აუცილებლად. საქმე იმაში, მე როგორც მე ვთქვი, თუ რაოდენობა ამ ხალხის, ვინც გამოდის პროტესტზე, იქნება ძალიან დიდი, ძალიან მაღალი, მთავრობა იძულებული იქნება, რომ დიალოგი ჰქონდეს ამ ხალხთან. ჩამოვედი ამერიკიდან, ჩემთან ერთად ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა მთელ ემიგრაციას ერთად სახლში. და ერთხელ სამუდამოდ დამთავრდეს ოლიგარქიული რეჟიმი. როგორც გითხარით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არც მედიასთან და არც მასთან ჩამოსულ თავის მხარდამჭერებთან არ გამოჩენილა. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლიეჟში სასტუმრო კონგრესთან, სადაც დილიდან იკრიბებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და აქ ასევე იკრიბებიან საქართველოსდან ჩამოსული როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. თბილისის დროით საღამოს 8 საათზე, 20 საათზე დაიწყება შეკრება და უფრო დეტალურად თუ რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამის შემდეგ გახდება ჩვენთვის ცნობილი. მადლობა ლიკა, ბელგიიდან ეს იყო ლიკა ალელიშვილი.